ქართველებმა ბენჯამინ ფრანკლინი სამარიდან წამოაყენეს, ალექსანდრე დიუმა კი სამარეში ამოაბრუნეს. არაფერი პირადი, ეს უბრალოდ ნაციონალური კრეატივის ყველაზე ნათელი მაგალითები გახლავთ. გასაოცარი მიგნებები მაქვს. ვინ წარმოიდგენდა თუ საპრეზიდენტო არჩევნების თემას რაიმე გადაფარავდა. თუმცა ჰოი საოცრება, პიანისტ ხატია ბუნიათაშვილის უბიუსალტერობა და რამდენიმე კომპანიის სარეკლამო რგოლები ის თემებია, რომლებმაც საჯირო-ბოროტო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენები დაჩრდილეს და სოციალური ქსელების ნამდვილ ჰიტებად და ყველაზე ხშირად გაზიარებულ კლიპებად იქცნენ. მე მგონი რომ ახალ კარგა წამოვიდა რეკლამებს, ანუ ესეთი ხშირი არ იყო. რეკლამები გადაიღეს, მაგრამ ეს მიეწყო ერთმანეთს 3-4 უცნაური რეკლამა, იმიტომ რომ მიჩვეული არ ვარ ჩვენ ესეთ რაღაცებს, არის უფრო რაღაც ისინი სარესკი, ხნინი ამოიღეს არისკის უხარია და ეს ბედნიერი რეკლამებია ხოლმე. ის უარყოფითი ფიდბექი რაც ჩვენ თქვი, ძირითადად სოციალურ ქსელებში მოყვა და არ ვიცი რა ხდება სხვაგან, იმიტომ რომ აქ ვადევნებდი მეც თვალყურს, ანუ ჯობია როცა შენ დებ ფულს, აკეთებ რეკლამას და აკეთებ რგოლს, ამას მოყვეს დადებითი ფიდბექი და მომხმარებელს მოეწონოს. მოკლედ, ამ ვიდეოებისთვის თვალის გადავლების შემდეგ ნაციონალური სარეკლამო ბიზნესის რამდენიმე ამოსავალ წერტილამდე მიხვალთ. პირველი ისაა, რომ აქ კრეატიულობის თავისებური გაგება აქვთ. მაგალითად, ასოცხლებენ ძველ ყველასთვის ნაცნობ ადამიანებს. მათ ნაწილს გარდერობში ტენიან, მეორე ნახევარი ციფრულ ფორმატში გადახავთ. ადამიანის საუკეთესო მეგობრის ძაღლის პროტოტიპს კი სილიკონის თავიან უცნაურ არსებად აქცევენ და გიმტკიცებენ, რომ ის ყოველთვის თქვენ გვერდით იდგება. აუცუ არც რა. ხდება კარადაში სამი რაღაც წვერ გაუპარსავი კაცი ერთ კლიპში მეორე კლიპში რაც არ უნდა ეს ერთმანეთის შარჟი იყოს და ასე შემდეგ ან როცა ადამიანი დადის ისე რომ ართვის მოწმობა არ აქვს ტროტუარზე არ ბიზბებოს ეჯახება და ასე შემდეგ ეს გარდა იმისა რომ იმ სოციუმზე რომლისთვისაც ეს არის გათვლილი სულ მეტყველებს თავისთავად კლიპის მეიქერებისთვისაც ცუდია იმიტომ რომ შენ არ უნდა წამოწიოს ყველაზე ცუდი მხარე და არ უნდა მიეწოდო ეს ადამიანებს ამ ხრივ იყო გამორჩეული რომ უცნაური თემატიკის რეკლამა რაც იყო ადამიანის სახიანი ცირთვალიანი ძაღლი იყო სამსაყვარლიანი ქალი და იყო მიცვალებული ბენჯამინ ფრანკლინი რომელიც მოდის და ეს ქალი ეხუტება ცუდი შესახედი იყო მიცვალებული ბენჯამინ ფრანკლინს როგორ ეხუტება და ამ გამოიწვია უფრო გამოხმაურება საზოგადოებაში და არა დაუშვათ იმან რომ გენიალური რეკლამები ბანკი რესპუბლიკის დამსახურებით შეიძლება ერთ დღეს კარზე ზარი გაიგოთ და თქვენს ღურბლს არც მეტი არც ნაკლები ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბატონმა ბენჯამინ ფრანკლინმა საინტერესო შემოთავაზებით გადმოაბიჯოს. GPI Holdings Rexi სილიკონის ძაღლია, რომელიც ყველა რთულ სიტუაციაში თქვენ გვერდით იდგება. TBC ბანკმა ფრანგი მუშკეტერები გარდერობში შესხა. გონება გახსნილი ბიჭუნები მოგვიწოდებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს არ ჩამოვრჩეთ და ინტერნეტ ბანკინგით ვისარგებლოთ. თამაზი ტიპიური ქართველი ზღოლია. მორიგი სადაზღვევო კომპანიის ირაოს რეკლამის მთავარი გმირი. რაც შეეხება ალდაკს, ბევრისთვის ახალი რგოლი მარკეტინგული ბრძოლის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს. სილიკონის ძაღლს ნამდვილი ლაბორატორია ჯიბრება. ალდაკი თუ დაზღვევა გინდა ანუ ამ კლიპების გამოჩენა არ იყო ხა აუცილებელი იმისთვის რომ მივხვდარიყავით რომ ბაზარზე კონკურენცია არის მაგრამ თუ ჩვენ იმას ვლაპარაკობთ რომ ეს კლიპები გაკეთდა ერთმანეთის საპასუხოდ და კონკურენციის გასამწვავებლად მაშინ ალბათ უფრო სასურველი იქნებოდა რომ რაიმე სხვა ნიშა ერჩიათ კონკურენციის და ალდაგის რეკლამა ჩემი აზრით არის იმ ხაზის გაგრძელება რომელსაც ალდაგი რებრენდინგის შედეგად აკეთებს და უბრალოდ პერიოდში დაემთხვა და ნუ შეიძლება შეგნებულათაც ახლა გამოაჩინეს გადაიღეს ის GPI-ში ამან უკვე კარგი გახადა ალდაგის რეკლამა თორემ მარტო რომ ყოფილიყო იმის გარეშე რომ ძაღლს ეფერება ადამიანი მაგ შემთხვევაში არ იქნებოდა ისეთი ეფექტური როგორც და შენ თუ არ ხარ თამაზი. ქართული სარეკლამო ბიზნესი ბევრი სხვა სფეროსი არ იყოს საუკუნეებს ნამდვილად არითვლის. თუმცა რამდენიმე წლიანი სტაჟი აშკარად აქვს, მაგრამ ქილიკის ასეთი ბუმი ნაციონალურ შედევრებზე ჯერ არ ყოფილა. რატომ? იმიტომ რომ გამოცდილი და კარგი იმიჯის მქონე კომპანიებისგან ვიღაც შეიძლება ძალიან სერიოზულ და სტანდარტულ კლიპს ელოდა. მაგალითად, სასიყვარულო სამკუთხედის, უпроსტორედ ხუთკუთხედის ნაცვლად. იმიტომ რომ ცუდი მძღოლები რეალურ ცხოვრებაშიც გვეყოფა. იმიტომ რომ სილიკონის ძაღლი ვიღაცისთვის საკმაოდ შიშის მომგვრელად გამოიყურება და მონათვალი შეიძლება ასე დაუსრულებლად გაგრძელდეს. შეიძლება მიზანსაც მიაღწიოს, იმიტომ რომ ხალხმა გაიგო მათ შესახებ არ მათი სერვისების შესახებ. და შემდეგ უკვე კარგად ისარგებლენ სამით სხვა შედარებით უცნობი კომპანიები, მაგალითად Express Pizza-ის რეკლამა იყო უფრო უკეთესი. კომპანიებისთვის მე მგონია, როდესაც იმიჯი გაქვს ცოტა სერიოზული
ბანკის იმიჯი გაქვს, ბანკის არა, სერიოზული ბანკის იმიჯი გაქვს, მაშინ ცოტა სარისკო არის მსგავსი რეკლამების გადაღება. მით უმეტეს არც ერთი ფრაზები კაცი არა ხარ, ქართველი მუშკეტერი იყო და მით უმეტეს სამიცალ და თან კარადაში ცოტა უცნაური იყო და ამიტომ არის ბანკისთვის არის უდი თორე პიცას შეიძლება მოუხდა. თავარია ილაპარაკონ და რა სიტყვიან ეს მეორე ხარისხოვანიაო, ბევრი ამბობს, თუმცა ნამდვილად ჯობია თუ კი კარგს ამბობენ. სხვათა შორის ამ ყბადაღებული რგოლების შემდეგ ინტერნეტში ექსპრეს პიცას ახალი კლიპი გამოჩნდა. მუშკეტერების შარჟი, მას უკვე GPS და TBC-ის რგოლის ბევრად სასაცილო მიქსი მოჰყვა. კომუნალურები უნდა გადავიხადო. მოკლედ, ეს ვიდეოები ბევრი კრეატიული ტიპისთვის გახდა შთაგონების წყარო. მაგალითად, ბლოგერი ბექა ადამაშვილისთვის, რომელმაც მათ საკმაოდ ვრცელი პოსტი მიუძღვნა სახელად რექსი სექსი და ბენჯამინ ფრანგლინი. ქართული ნაწარმის პარალელურად ბევრს ალბათ თვალში სოციალურ ქსელებში მრავლად დაშიარებული ვანდამის კადრებიც მოხვდებოდათ. მსახიობი ვოლვოს სახე გახდა. ამ საკმაოდ სახალისო კლიპს აქაური მაგალითების არ იყოს ბევრი გამოხმაურება და შარჟი მოჰყვა. სხვათა შორის ქართველთა შორისაც. ასე რომ არ გეგონოთ, რომ მსგავსი მიმოხილვები მხოლოდ ჩვენი ნაციონალური თავისებურებაა. როგორც ზემოთაც ვთქვით, მთავარია ილაპარაკონ და რა სიტყვიან, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. სარეკლამო რგოლებმა იდეაში თავიანთი საქმე მართლაც შეასრულეს, ასე რომ მოგწონთ და გესმით თუ არა, სავარაუდოდ დამკვეთები ატეხილი აჟიოტაჟით ძალიანაც კმაყოფილები არიან. Goodbye.